მეჯბერძაყის სახსრის კოქსართროზის, მეჯბერძაყის სახსრის ანთებითი პროცესის, კერძოდ ბურსიტების დროს ყველაზე ეფექტური ფიზიოპროცედურებია. სანამ აღნიშნულ თემას განვიხილავდეთ, მინდა აღნიშნო, რომ თუ მეჯბერძაყის სახსრის კოქსართროზი არის მესამე ხარისხის, ამ შემთხვევაში ფიზიოპროცედურები არაეფექტურია, ხოლო კოქსართროზის პირველ ან მეორე ხარისხის საწყის პერიოდში და მეჯბერძაყის სახსრის ანთებითი პროცესის დროს ძალიან ეფექტურია შემდეგი სახის აპარატურული თერაპია. ესენია: ტეკაროთერაპია, მაგნიტოთერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია, ლაზეროთერაპია. ზემოთ აღნიშნული აპარატურული თერაპია პათოლოგიურ კერაში კაპილარულ დონეზე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ანთებით საწინააღმდეგო და რეგენერაციის პროცესს. დაიმახსოვრეთ, კოქსართროზის დროს და ზოგადად სახსრის ართროზის დროს ბუნებაში არ არსებობს არანაირი პროცედურა, რომელიც გაამრთელებს ან გაახალგაზრდავებს თქვენ სახსარს. ზემოთ აღნიშნული პროცედურები კი სახსრის დაზიანების ადრეულ სტადიაზე ახდენს სახსრის სტრუქტურულ სტაბილურობის შენარჩუნებას.